მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ მისი ტატე და დღეს ჩვენ ვთამაშობთ Blue Vanilla SMP-ზე. მოკლედ დღეს მე მინდა დაგათვალიერებინოთ ჩემი ბაზა და ჩემი ფარმები თუ როგორი მაგარი ფარმები მაქვს. და მომავალში როგორი უკეთესი ფარმები დაიდგმევა. მოკლედ ეს არის ჩემი პირველი გაკეთებული ფარმი, Sweetberry-ის ფარმი. აგიხსნით როგორ მუშაობს, აქ ბონვილები ჩავყაროთ. ამებს ჩავთავთ სამივეს და აქ ვაწვევით უბრალოდ კლიკით და ფარმავს. შემდეგ ის ჩადის დაბლა თუ რამე ახლა გავყიდოთ. ნაშოვნიც არის რამდენიმე სტაკი. არსებობაებ და პლუს $4060. აქ არის ჩემი სეტები, სადაც ყრია და ყველაფერი თითქმის გიარი. ეს ჩემი სეტები. აქ ჩვენი Sword, AX და Pickaxe. აქეთ ყრია გიარისთვის საჯანდებაც გჭირდება. და ასევე არის ამ სერვერზე 3x3 Pickaxe-ები. რომელიც მე რამდენიმე მაქვს. ეს არის ჩვენი Pickle Farm-ი. და ჩვენს უკან დგას ჩვენი შპერქეინების ფარმი. ბოდიშკი ხრი ცოტა ხმა არ მაქვს რიგზე. ასე მუშაობს ეს ფარმი, ამას ჩავთავთ. და იფარება უკვე აქაც ბონვილები არ გვიდევს ჯერჯერობით. აქ დგას კიდევ ორი ფარმი. აქ ჩვეულებრივად იფარბება ყველაფერი. და ესე უნდა ამოვაწყო ახლა და გადავიტან სხვაგან. აქ ასე ვაბარებ ხოლმე ისრებს პლუს $40,000 და აქედან ვიღებ ბონვილებს. აქეთ დგას Iron Farm-ი, რომელიც კარგად მუშაობს, მაგრამ ცოტა როა ბევრ ფულს ვერ მაძლევს სამწუხაროდ. ნახეთ რამდენი ჩავაბარი და $40,000. აქეთ არის ჩვენი Cows Farm-ი. პლუს $4,600 აქ. აქ არის ძალიან დიდი კაქტუს ფარმი. ცოტა პინგი მაქვს და ვერ ვაღებ ხოლმე სკივრებს კარგად. მოკლედ ეს არის ძალიან დიდი რა, ეხლა ბოლომდე მეზარება გასვლა. ეს ავაშენე ჩემი მესამე ფარმი იყო. და მინდოდა რომ ძალიან ბევრი ქონოდა კაქტუსი. ჩასაბარებლად. მაგრამ მეგონა რომ ბევრ ფულს ვიშოვიდი ამით, მაგრამ შუბერქეინებზე ჩქარა მუშაობს ეს. მაგრამ ბევრ ფულს მაინც ვერ ვიღებ. აქ ესენი გადმოვალაგოთ და წავიღოთ ჩემს ჩესტებთან და ბოლოს შემდეგ ვიდეოში ერთიანად ჩავაბარებ. ასევე შუბერქეინებით წავიღოთ ეს ორი სტაკი. და აქეთ ხდება სასწაული რაღაც. მე და იმხელა ადგილია, ჩანკებს თუ არა უწიე ვერ დაინახავთ. მოკლედ აქეთ მინდოდა ოთახი გამაკეთებინა და შემდეგ ვიპოვე ეს ადგილი და მოვასწორე ყველაფერი. ეს არის ძალიან მაგარი Pickle Farm-ი. და აქ ესეთი Pickle Farm-ები თუ შევისობა აი აქაურობა. დაბლა სართული და მაღლა სართული იმნაირი პიკლები გაკეთდება იქით როდესაც 3 წელი Pickle Farm. ეს Pickle Farm არის ჩემი აზრით ძალიან კარგი და ყველაზე მარტივი გასაკეთებელი. და საკაიფოდაც იფარება, ეს არის ალბათ 10 წუთში გაფორმული. მოკლედ აქეთ რომ დგას ახლა სკივრები. აი ესენი სულ შეივსობა. Pickle-ების და ბოლოს ერთიანად ჩავაბარებთ.
მაგრამ დაგასპოილერებთ, ეს ბაზა შემდეგ დავარეიდით ანდრია თემში ავიყვანე, მისტერ ლუქს უნდა მოვიყვანე აქ და გაშალა. და ეს ბაზა აღარ გქონდა, აქ მედგა სულ 3 ფარმი, ასეთი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა და სადღაც 20 მილიონი ვიშოვე ამ ბაზაზე. მაგრამ შემდეგ დავტოვეთ ეს ბაზა, გავიტანეთ ყველაფერი და ანდრიაც მოვყალით და წავედი შემდეგ მისტერ ლუქსონას თიმში. შემდეგ ვიდეოში ნახავთ ჩვენს ახალ ბაზას, რომელშიც ძალიან კარგი ფარმები დგას და შემდეგ ვიდეოში უკვე ძალიან დიდარი ვიქნებით შედარებით. აქეთ ეს ფიქრები წავიღოთ, მაგრამ და გადავიტანოთ იქით. ესენიც ჩავყაროთ და შევამოწმოთ ბალტოპი, თუ მე რამდენი ადგილზე ვარ. მისტერ ლუქსონი დღეს დაწეული იყო ჩემზე ფულით და ახლა კიდევ მე გავუხტარი 1,200,000 და შემდეგ ვიდეოში რომ დაიდება მისტერ ლუქსონი იქნება ძალიან მდიდარი და მაგას ნახავთ. ახლა წავიდეთ აქეთ და გადავიტანოთ ეს ფიქლები იქით ამ ხარეს, მაგრამ ეს ფიქლებიც უნდა წავიღოთ აქ რო არის გაფარმული. აქეთ თორას ავაჩქარებ და განახებ თუ როგორ გადავაქვს ფიქლები. იმიტომ რომ ჩვეულებრივ რო განახოთ ცოტა მოსაწყენი იქნება. აქ შუაში ბევრი არ იფარმება, რადგან წყალს რომ მოაქვს, აქეთ წინა ჰოპერები იღებს და ესენი რომ გაივსება, მერე შუაც დაიწყებს გავსებას. გადავიტანოთ კიდე 3 შალკერ ბოქსი და გავავსოთ ბოლომდე. ხო და ეს კაქტუსებიც გადავიტანით და მოგესალმებით აქ დაგემშვიდობებით, ეს იქნება შემდეგ ვიდეოში სავსე. ასევე ხალხო, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. და ეს ვიდეო რომ ავა 15 ლაიქზე და გამოვა შემდეგი ეპიზოდი. მოგეთ, ამიყვანეთ 50 გამომწერზე რომ გავსტრიმოთ ძალიან ბევრი აბაეთ.